მოქალაქეები თბილისში და საქართველოს მიღმაც აქციამ მსვლელობებისთვის ემზადებიან. დედაქალაქში დემონსტრაცია 2 მისამართიდან დაიწყება. სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან დაწყებული მარშების დანიშნულების ადგილი რუსთაველის 8 ნომერი, ანუ საქართველოს პარლამენტი იქნება. საიდანაც 2024 წლის 28 ნოემბერს ერთწლიანი უწყვეტი პროტესტის ათვლა დაიწყო. ზუსტად 1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულად ოფიციალურად გამოაცხადა. შედეგად საქართველოს ევროგაერთიანებების პოზიტიური დღესდღეობით გამქრალია. ყურადღებას მხოლოდ ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული პროცესებით იქცევს. ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საქართველოს ფაილი დახურულია. პარალელურად ოცნების მთავრობა დევნის და ავიწროებს ყველას, ვინც წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს. 366 დღეა ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს. რას ნიშნავს დღევანდელი თარიღი მოქალაქეებისთვის და როგორია იმ ადამიანების გეგმები დღეს, რომლებიც 1 წელია ახალ საპარლამენტო არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ. ლიზი ვეკუა ესაუბრა მათ და ახლა პირდაპირ ეთერში მოგუყვება მათ განცხადებებს. Კათი 2 საათში ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენი მყოფებით, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბებიან მოქალაქეები, ასევე შეკრების ლოკაცია იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობა და ეს მარშები გაერთიანება ფილარმონიასთან და გადაინაცვლებს უკვე რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი 366 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას, მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. დღევანდელ მსვლელობას საპროტესტო მანიფესტაცია უერთდება ყველა ის მოქალაქე, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი ადარდებს, ვისთვისაც იბრძვის ამდენი დღეა ქუჩაში და სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, სწორედ იმ ადამიანების მშობლები, რომელიც გასული წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავა რეჟიმმა, შეიკრიბებიან და ერთად გადაინაცვლებენ იმ ადგილას, სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. ეს მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ამ 1 წლის განმავლობაში მათ გამოსცადეს ყველაფერი, იქნებოდა ეს რეპრესიები, დაკავებები, ფიზიკური ძალადობა, ზოგიერთ შემთხვევაში წამებაც კი, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს მათ გაჩუმებას, ისინი არ გაჩერდებიან, მანამ სანამ მათ მთავარ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. იმ აქციაზე იყო გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა, მალევე მოხდა ადამიანების რეაგირება, იმიტომ რომ ადამიანებს არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც არ ექნება არანაირი კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან. ამიტომ ეს იყო ადამიანების გულწრფელი პროტესტი, რომელიც იქვე მოყვა ამ განცხადებას. გავიდა იმის მერე 1 წელი, ეს აქცია ყოველდღიურად გრძელდებოდა, მსვლელობები და აქციები და გზის გადაკეტვები. ხალხს ისევ იგივე აზრზე არის, ხალხი არც არ დაწესულა, ხალხს აზრი არ შეცვლილა, პირიქით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება რეალურად ცხოვრობს და უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი რომ გააპროტესტოს. ამიტომ დღესაც ველოდები იმას, რომ იქნება ბევრი ადამიანი აქციაზე, იმიტომ რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სათქმელი არის ძალიან მარტივი, ხო? შეიძლება ბევრ რაიმეს არ ეთანხმებოდი ან პროტესტის მხარეს, ან რაღაცა სხვადასხვა ჯგუფების მხარეს, თუმცა 1 წლის წინაც მოხდა, მე მგონი, აბსოლუტურ უმრავლესობას უჩენდა იმ უსამართლობის განცდას, რომელმაც პრინციპში დღემდეც მოიყვანა ეს პროტესტი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ადამიანებს არ უნახავთ სამართალი, რომლებიც 1 წლის წინ ესე უმოწყალოდ სემეს, სასტიკად სემეს და გაუსწორდნენ, ჩვენ პირველ რიგში მათ გამო უნდა გამოვიდეთ დღეს და შემდეგ უკვე ყველა იმ დანარჩენი მიზეზით, რომელიც არცთვისეთ ცოტა გვაქვს სამწუხაროდ ავტოკრატიის გამო. 1 წელია ჩვენ წინააღმდეგობაში ვარ და ესე ვაპირებთ ამ პროტესტის გაგრძელებას, იმიტომ რომ ბევრი გავიარეთ ამ 1 წლის მანძილზე, ბევრი მეგობარი და თანამებრძოლი ყავს ციხეში და უბრალოდ გაჩერების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თუ გავჩერდებით, გაჩერდება მომავალი თაობის რწმენა და იმედი, რომ ქვეყანა შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ საშველი დაადგეს. 22 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ჩვენ ნახეთ, რომ ბიზნესმენებმა სადა ყველანაირი რეპრესიული ფორმა, რომ ქართველი ხალხი გაეჩერებინათ, სადა რომ რაღაც იდეალები გაეკროთ, სადა წულუკიანის კომისიით რომ ანწოხელიძე ტყუილად შეწრულ ადამიანად წარმოედგინა, მაგრამ არა, ჩვენ ამ იდენტობით არ გვასდივართ, ხო, ჩვენ გავიზარდეთ მერაბ კოსტავაზიად გამსახურდეთ ანწოხელიძის იდეალებით იმ ადამიანების, რომლებიც ასე ძალიან ეშინია ბიზნესმენებს, ხო? გარდაცვლილი ხალხი მასზე ბევრად მეტი როა, ამის პარანოიული შიშია. რეპრესიებით მაინც ვერ შეძლო იმ დნმ-ის ამოშლა, რაც ქართულ მენტალიტეტში, ასე რომ ბრძოლა, წინააღმდეგობა და არ თანამშრომლობა რეჟიმს. ეს არის გამოსავალი, სხვა არაფერი არ დაგვრჩენია მაქსიმუმ.
2 საათში თბილისის ქუჩებს კვლავ მოიცავს პროტესტი, მოქალაქეები გააგონებენ ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ, რომ ისინი გაჩერებას და დანებებას არ აპირებენ მანამ სანამ არ გაათავისუფლებენ სინდისის პატიმრებს. შეკრების ლოკაციებზე უკვე გითხარით, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობა. ეს მარშები გაერთიანდება ფილარმონიასთან და შემდეგ გადაინაცვლებს იქ, სადაც ქართველი ხალხის თქმა უკვე 366 დღეა ისმის.